სწორედ საქართველოს მნიშვნელობაზე იყო საუბარი დღეს ხდომათა დარბაზში ოპოზიცია საუბრობდა მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს და დღეს გიორგი ვაშაძე მისარგებლა თავისუფალი ტრიბუნით ხდომათა დარბაზში და პირდაპირ თქვა რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლება რომელიც ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და არ განახორციელებს იმ პროექტებს რომელიც საქართველოს წინსვლისთვის არის კარგი და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას აწყობს ციტატა რომ მოვიშველიოთ გიორგი ვაშაძე აცხადებს რომ ქართული ოცნება არის საცობი მთავარი შემაფერხებელი ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორედ ამ გზავნილს მოყვა სხდომათა დარბაზში ურთიერთ დაპირისპირება ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს სხდომათა დარბაზი დატოვა ბექა ოდიშარიამ და აღსანიშნავი არის რომ მან საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა გიორგი ვაშაძის მისამართით და სწორედ ასე გამოხატა მან პროტესტი ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით სწორედ ეს იყო მთავარი პროტესტის საფუძველი რის გამოც დღეს ქართულმა ოცნებამ სხდომათა დარბაზში ყოფნაზე უარი განაცხადა ეს ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს პორტები, აეროპორტები, სარკინიგზო მაგისტრალები განვითარდეს ქალაქში, მაგრამ თბილისი კი არა, თბილისში საცობი აწუხებს ყველას. საქართველოს გახადეს საცობი მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ ევროპასა და აზიას შორის აი ამ დამაკავშირებელ გზაზე საქართველოს არის საცობი. საცობია საქართველოს. მაგრამ საქართველოს კი არ არის საცობი, რეალურად ქართული ოცნებაა საცობი. ქართული ოცნებაა საცობი. მოისმინეთ, ვიცი, აყიყინდებით ეხლა, ბევრ ხმაურს დაიწყებთ. ალბათ თქვენ ცენტრალურ მაგისტრალზე არ გაგივლიათ ეხლა ჯერ ის ქოცლაინები თბილისში რო გააკეთეთ ცენტრალურ მაგისტრალზე არ არის და ნახეთ რა ხდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. ნახეთ რა ხდება საგზაო ინფრასტრუქტურაში. იქამდე კი მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება არის თავის მართლების რეჟიმზე ისინი ჟურნალისტებს და მათ შორის ოპოზიციას სდებენ ბრალს იმაში თუ რატომ აქებს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსი პროპაგანდისტები ქართულ ოცნებას დღეს ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრეს მარგარიტა სიმონიანის კომპლიმენტებთან დაკავშირებით რომელიც სიმონიანმა მამუკა მდინარაძეს მიუძღვნა ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ რომ ისინი სრულიად იზიარებენ მამუკა მდინარაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის სიგიჟე თუმცა პირდაპირ ამბობენ რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებას დაეთანხმება თუ არა და გაიზიარებს თუ არა ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი ამას ქართული ოცნების ლიდერებისთვის აზრი არ აქვს сказать, мне кажется. Სრულად ვიზიარებ მამუკა მდინარის განცხადებას, გიჟი უნდა იყო, რომ 150,000 შენ თანამოქალაქეს დააკარგვინო სამუშაო ადგილი. ამის ვერ რა მნიშვნელობა აქვს მარგარიტა სიმონიანი რას ფიქრობს? თქვენ რატო დასწრებთ მარგარიტა სიმონიანის რუსი კომენტატორების განცხადებებს რატო დასწრებთ თქვენ? ჩვენ არ დავსწრებთ. მათთვის მოსაზონო პოლიტიკა კი არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკა, რომელიც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენი გადაწყვეტილების გამო 150,000 ადამიანმა არ შეიძლება დაკარგოს სამსახური. რატომ არის დრეს სიგიჟეა. ადამიანის სამსახური დამოკიდებული რუსეთზე და რუსეთს სანქციებს იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები. თავარი არის რომ ჩვენ გვაქებდეს საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შეკებას და მხარდაჭერას ვიზრუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან მათი ინტერესებით მოქმედებთ და ის რაც ჭეშმარიტება არის, ამ ჭეშმარიტებას მინდა ადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს. რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის ჩვენ რა ვთქვათ რომ არა უნდა შევეწინააღმდეგოთ თუ რა არის ამ ის რაც არის ჭეშმარიტება სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა ეს იცის ყველამ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ მოუწყებმა პარტნიორებმა გასაოცრად ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ სათაურით გააზიარა მარგარიტა სიმონიანმა მამუკა მდინარაძის განცხადება, სადაც მდინარაძე ფაქტობრივად გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე სანქციები ოდესმე რუსეთს დაუწესოს. სწორედ ეს განცხადება გახდა საფუძველი იმის, რომ მარგარიტა სიმონიანს მთავარ რუს პროპაგანდისტს კომპლიმენტები მიეძღვნა მამუკა მდინარაძისთვის, თუმცა აღსანიშნავი არის, რომ იქამდე სიმონიანის მხარდაჭერა და
მისი მოწონება მათ შორის კახი კალაძის განცხადებებმაც გამოიწვია.